მოგესალმებით, ვაგზელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესახებ. ჩვენთან სტუმრად არის ამირან გეგინეიშვილი, საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯობა ამირან, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ. ეს არის პირველი მცდელობა პრინციპში, რომ ასე რეგიონიდან გავაკეთოთ ჩართვა და მოვისმინოთ თქვენი ხმა. შენ გაქვს დიდი გამოცდილება, მრავალწლიანი, არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორიდან რეგიონში მუშაობის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობიდანაც. ამიტომ შენ განსაკუთრებით უფრო უკეთ იცი თვითმმართველობის გასაჭირი გარედანაც და შიგნიდანაც. ამიტომაც ძალიან და პლუს გურია, სადაც კიდე რაღაცა განსაკუთრებული მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული აქტივობა იყო ხოლმე სწორედ სამოქალაქო სექტორის სიძლიერიდან გამომდინარე. მოდი ალბათ დავიწყოთ მაინც იმ გამოწვევებიდან, რასაც შენ ხედავ, შენი გადმოსახედიდან და შენ კარგად იცი ჩვენი თვითმმართველობების გასაჭირი, მათ შორის იმ სისტემიდან, რა სისტემაშიც მათ უწევთ მუშაობა. აი ამ კაცრი ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, შეზღუდული ფინანსების, შეზღუდული ქონებრივი უფლებების და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სად ვართ? რა გვჭირს ჩვენ დღეს გურიაში? დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ თქვენ ერთად ვართ. მადლობა შენ პირადად. მოდი მე აი ესე დავიწყებ, რომ როდესაც გააჩერებ ადამიანს ქუჩაში, ან რაღაც ტრენინგს ატარებ და ეკითხები ადგილობრივი თვითმმართველობა ვისი ფუნქციაა? მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის თუ ვისი? ნუ დაფიქრდებიან და გეტყვიან მერის ფუნქციაა. შეიძლება ვიღაცამ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის ფუნქციაა და ამასობაში თითქმის არავინ არ ამბობს, რომ ეს არის მოსახლეობის ფუნქცია. ხო, ამის აღქმა ჩვენ გვიჭირს, კი. ხო, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ადგილობრივი მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელოს ადგილობრივი საქმეები. მე მიწერილია იქ, რომ არჩეული ორგანოების მეშვეობით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად არ იყვნენ ჩართულები ადამიანები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. და ისე არ უნდა იყოს, როგორც მაგალითად ჩვენთან გურიაში ძალიან დიდწილად ასია, ადგილობრივი თვითმმართველობები გადაქცეულია რაიკომებად და ყველა წუთში და ყველა წამში ცეკადან ზარს ეროდებიან როგორ მოიქცნენ. ეს ძალიან ცუდი პრინციპია. რაც შეეხება მოსახლეობის მონაწილეობას, პირდაპირ კანონით არის გაწერილი. და გარდა ამისა, არსებობს ესეთი უტრეხტის ოლქი, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ჩვენს ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს, რომ მოსახლეობა მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რამდენად არის ეს? ესე საკითხავია. ყველაზე მარტივი რა, საკრებულოს თომებზე დასწრებაზე არის საუბარი არის ანგარიშებზე და ასე შემდეგ. თუმცა ფაქტი არის, რომ საკრებულოს თომებზე თითქმის არავინ არ ესწრება მერის მოსახლეობას. ანგარიშებს ფორმალურად აბარებს მხოლოდ საკრებულოს და იმ სტომაზე თითქმის არავინ არ არის, გარდა იმისა, ვისაც თვითონ დაუძახებენ თანამშრომლებს, ანუ საჯარო მოხელეებს. ეს ძალიან ცუდია და შესაბამისად კიდე ჩვენმა სექტორმა, თქვენ ყველამ ერთად მოიფიქრეთ კიდე ესეთი რაღაცა, რომ თავის დროზე ინიციატივა იყო სამოქალაქო სექტორიდან, რომ დამატებითი მონაწილეობის ფორმები შემოსულიყო, რომელიც აისახა კიდეც მაგალითად დასახლების საერთო კრება, სადაც მონაწილეობის ხარისხი იზრდება და პასუხისმგებლობაც იზრდება ადგილობრივი ხელისუფლებისა მოსახლეობის მიმართ. მაგალითად, თუ დასახლების საერთო კრება არსებობს, ჩვენი ინიციატივით გურიაში სამივე მუნიციპალიტეტში არსებობს ბევრ დასახლებაში ესეთი კრება, ну, სხვებისაც, რა თქმა უნდა. და მაშინ ამ სოფელში შეუძლებელი გახდება რაიმე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება სიტყვაზე, რაიმე სახელმწიფო შენობის გაყიდვა ამ კრების დაუკითხავად. ვისი საზღვრების შეცვლა ამ კრების დაუკითხავად. და გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ ვალდებული ხდება მერი, მივიდეს და ანგარიში ჩააბაროს ამ დასახლების საერთო კრებას, თუ რა გააკეთა ამ სოფლისთვის მუნიციპალიტეტმა. და აწყობთ ახლა ესეთი დასახლების საერთო კრებები და იფუნქციონირებს ესენი ხელს შეუწყობენ ამას, რა თქმა უნდა, არა.
გარდა ამისა არის კიდე მონაწილეობითი ბიუჯეტირება, რომელსაც მეტნაკლებად ახორციელებენ, თუმცა დიდწილად ეს არის საკუთარი ინიციატივების გაჟღერება და ვიცით ასევე სოფლის ხარდაჭერი პროგრამები. მოუყრიან თავს საკუთარ მომხრეებს და ეთქვიან, რომ აი ეს გვინდა გავაკეთოთ. თქვენ ხო ხართ თანახმად და ინიციატივა ადგილიდან ნაკლებად მოდის ხოლმე. თუმცა არის ინიციატივები, მაგრამ ეს პროგრამა, სოფლის ხარდამჭერი პროგრამა ძალიან პატარა რაოდენობის თანხას შეიცავს და შესაბამისად არაფერი გასაკუთრებული. გადაწყვეტილებას ხო, ერთია რომ გადაწყვეტილებაში რეალურად ფორმალურად არიან ჩართულები და მეორე თანხა იმდენად მცირეა, რომ ვერანაირ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ ყოფნის. შენ რამდენიმე სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველი და უმთავრესი არის ფორმალური მიდგომა მოქალაქეების საკუთარი მოსახლეობის მიმართ. რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა და ეს იწვევს შემდეგ ნიჰილიზმს და ინტერესის გაქრობას. აი სწორედ ალბათ ამიტომ არის, როდესაც დასაწყისში თქვი, რომ ვის ეკუთვნის თვითმმართველობა, ამაზე პასუხი არის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე. ალბათ ეს არის ხო რეალურად მიზეზი იმის, რომ ადამიანებს ეს განცდა აქვთ. მათ არა აქვთ განცდა, რომ თვითმმართველობა მართლა მათ ეკუთვნით და აი ეს ვერტიკალიც, ცენტრალიზებული ვერტიკალიც ამის შესაძლებლობას უსპობს. რეალურად ეს ყველაფერი სერვისების ხარისხზეც ეჭვმაქვს უნდა აისახებოდეს, ხო? აი შენ რასაც უყურებ, რამდენად გამართული სერვისები აქვს გურიის ამ მუნიციპალიტეტს. შენ წლებია მუშაობდა, კარგად გეცოდინება, ხო? უშლის ეს მათ შორის სერვისების ხარისხიან მიწოდებას ხელს? ეხლა მოდი ასე ვთქვათ, მე ჩვენს ორგანიზაციას აქვს მიმდინარე პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებული, რომლის მიზანია მოსახლეობას გააცნოს სერვისების ხარისხი და მდგომარეობა. შესაბამისად, ლანჩხუთში არასამთავრობო სექტორის შეკრების შედეგად ავირჩიეთ 3 მუნიციპალური IP, რომლის მონიტორინგი განვახორციელეთ და ასევე ჩოხატაურში. ახლა ლანჩხუთში არის დასუფთავება, სპორტული ცენტრი და ასევე სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანება და ჩოხატაურში არის ისევ დასუფთავება, მუზეუმების გაერთიანება და ასევე იქაც სპორტული ცენტრი. შესაბამისად, ეხლა მონიტორინგი რო განახორციელო ამ საქმიანობის მონიტორინგი, პირველ რიგში რა უნდა გააკეთო, უნდა გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და დააკვირდე თუ როგორ ახორციელებს ანუ როგორ არის შექმნილი, რამდენი თანაშრომელი ყავს, თუ არის თუ არა მისი ბიუჯეტი კლასიფიცირებული და არის თუ არა მისი ბიუჯეტი შედეგებზე ორიენტირებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი და რაც თავარა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს დადგენილი ნებისმიერი სერვისის მიწოდების დროს და ეს სერიოზული პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ საერთოდ არ გვაქვს ჩვენ სტანდარტები დადგენილი. ხო და მივაწოდეთ, ესე პირველი შემთხვევა იყო ჩვენ ფუნქციონირებთ 2001 წლიდან და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საჯარო ინფორმაცია გამოითხოვდა ლანჩხუთის IP-ებმა ჯერ დავეკითხებით უფროსობასო და მე 10 დღის მაგირად მაქსიმალურად 10 დღეა მოწოდების. თან 10 დღის მანძილზე თუ მოგაწვდიან, იმავე დღეს როცა განაცხად წარადგენ, უნდა დაგიწერონ წერილობით პასუხი და მოგწერო ბევრი ინფორმაციაა და 10 დღის მანძილზე მოგაწვდით. საერთოდ 22 დღეს მოგვაწოდეს ისი დიდი ძალისხმევის შედეგად. ჩოხატაურმა საერთოდ არ მოგვაწოდა. ინფორმაცია ახლა და უფრო დგება ჩვენთან. ხო, ანუ ეს არის თანამედროვე დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. მე არ ვიცი, ალბათ სხვაგანაც ესია და გურიაში ნამდვილად ესია. ესეც იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ზეგადან ზარი, რომ იცი რა, კარგი მიეც. ხოლო დიდი არაფერი განსაკუთრებული ჩვენ ეს საჯარო ინფორმაცია უნდა თუ არ უნდა გამოდებული აქვს ინტერნეტში, არის დადგენილებები გამოდებული ინტერნეტ შესაბამის საიტებზე, ოფიციალურ საიტებზე, ასევე სხვაგან, ასევე მათ საკუთარ ვებგვერდებზე და მაინც მოვიპოვეთ ეს ინფორმაცია და მივაწოდეთ ეს დასკვნები ამ თვის მანძილზე ჩვენ მოსახლეობის კვლევას ვატარებთ ეხლა საველე სამუშაოები მიმდინარეობს და გვექნება მოსახლეობის დამოკიდებულება ამ 6 IP-თან. ანუ
როგორ საქმიანობენ, რა საკეთებენ და როგორ ხმაყოფილები არიან მათი საქმიანობით. შესაბამისად, ნახოთ რა იქნება, დიდი ეჭვი მაქვს, რომ განსაკუთრებულს არაფერს ეკითხებიან მოსახლეობას, მათი ანგარიშგება არა მოსახლეობის მიმართ არის, არამედ დამფუძნებლის მერის მიმართ არის და როგორც ჩათვლის თვითმმართველობის ადგილობრივი ხელმძღვანელების საჭიროდ ისე მოიქცევით. ეგ არის ამ წუთას ძალიან გამიკვირდა, რომ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეხლა დაახლოებით ლანჩხუთში ალბათ მე არ ვიცი, მე 20 პროექტი გვაქვს გახორციელებული და ჩოხატაურში 10 ალბათ. და შესაბამისად პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საერთოდ ნული განაცხადეს თანამშრომლობასთან მიმართებით. ხო, თან ეს ხდება გურიაში, სადაც ეს თანამშრომლობა კიდე სხვა ტიპის იყო. ძალიან სერიოზული თანამშრომლობის მექანიზმები ჰქონდათ შემუშავებული და ძალიან კარგი პროექტები გაქვთ ერთად განხორციელებული. მე მახსოვს რამდენიმე სოფლის განვითარების სტრატეგიაც კი გაკეთდა გურიაში, ნასაკირალის და ამ შემდეგ და ეს საკრებულოებმა დაამტკიცეს და აი მთელი ეს პროცესი სოფლებისაც გავაკეთეთ. კი, აი რომ მომიყვე რა გააკეთეთ მაშინ და როგორ ფიქრობ, რატო შეიცვალა შემდეგ ეს ურთიერთობები? ერთ მაგალითს გეტყვი. იყო დიდი ხანია თქმულება იმაზე, რომ შავი ზღვის გურიის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა სამკურნალოა. ხო. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ და ფონდების მოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვირკვია მართლა სამკურნალოა ეს ქვიშა თუ არა და რამდენად მაგნიტური ეს ქვიშა, რაც უფრო მეტად მაგნიტური ანომალია აქვს, მით უფრო მეტად სამკურნალოა, ესე არის ცნობილი ფაქტი და შესაბამისად მოვიძიეთ თანხა, ეს თანხა დაგვეხმარა თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და თანხა წამოვიდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, წინასწარ გეტყვი, 1 გრამი ქვიშა არ წაუღიათ მაგათ გურიიდან. დავიქირავეთ, ხელშეკრულება გავაფორმეთ მეცნიერებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ გრიგოლეთში, აიღეს 600 სინჯი 2 კილომეტრზე და აღმოჩნდა, რომ თუ მაგნიტური ანომალია ქვიშის არის 120 ნანოტესლაზე მეტი, ეს საზომი ერთეულია. უკვე საკურნალოა და კურნავს გულსისართთა დაავადებებს და საყრდენ მომოძრავებელი სისტემის დაავადებებს. და აღმოჩნდა, რომ არის 550-დან 650. ესე იგი, საოცრად სერიოზულად სამკურნალო თვისებები გააჩნია გურიის ქვიშას. ხო, და აღმოჩნდა ისიც, რომ ეს მდინარე სუფსად ჩამოაქვს ფერომაგნეტიტი და ტიტანომაგნეტი და თანაბრად ანაწილებს მის ორივე მხარეს, გრიგოლეთშიც და ურიგშიც. აჰა. ეხლა რადგან აღმოჩნდა, რომ ესეთია, ამას დაჭირდა შემდგომ იმის გაკეთება, რასაც ქვია, მისი ცნობადობის ამაღლება და მეორე პროექტის ფარგლებში უკვე შევძელით და მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა ჩვენი გაკეთებული გურიის სანაპიროს სტრატეგიული განვითარების გეგმა, ეს ლაპარაკია გრიგოლეთზე. კიდე უფრო მეტსაც გეტყვით, ამის შემდგომ ჩვენთან და მათი თანამშრომლობის შედეგად ერთი პერიოდი გადაწყვიტეს, რომ ქვიშა დაეყარა, ხრეში დაეყარათ ამ სანაპიროზე, რომ ვიღაც სასტუმროს მეპატრონებმა გადაწყვიტეს, რომ წყალი შემოუტევდათ, ანუ ზღვა შემოუტევდა და მისი ტერიტორიის ნაწილს დააზიანებდა და მოძლის გავაჩერეთ. აგერ ჩავრიეთ, რა ვიცი მე, სამინისტრო, ერთი ინფრასტრუქტურის, მეორე რეგიონული განვითარების მინისტრებს ვესაუბრეთ და გავაჩერეთ როგორც იქნება. და მეცნიერები თავისთავად ჩავრიეთ და მათ უთხრეს, რომ იცი რა, ეს ქვიშა ჩაღარ უნდა ზღვაში და ქვედა დინება წამოიღებს და ესე არის. არ შეიძლება ნაპირზე დაყრო, უფრო მეტ მოკლედ. შემდგომ ამისა ჩვენ ერთად ჩვენი გაკეთებული პროექტით საკრებულომ ლანჩხუთში დაამტკიცა გრიგოლეთის სტრატეგიული განვითარების გეგმა და ამის შემდგომ უკვე თვითონ მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და გააკეთა განაშენიანების გეგმა გრიგოლეთის. ანუ რეალურად, კი, თქვენი დაწყებული ინიციატივით, თქვენი დაწყებული პროექტით, თქვენი თანამშრომლობით, შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა, რომ მთლიანი განაშენიანების გეგმაზეც კი ეფიქრა მუნიციპალიტეტს. იგივე შემიძლია გითხრა იმასთან დაკავშირებით, რასაც ქვია კოლხეთის ეროვნული პარკი.
კოლხეთის ეროვნულ პარკთან მიმართებაში შემიძლია გითხრა, რომ ძალიან უარყოფით დამოკიდებულება იყო მისი წარმოქმნის პერიოდში მოსახლეობაში, იმიტომ რომ ამას აგვიბრძალავენ ვერ ვინადირებთ და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ შევეცადეთ, რომ აგიტაცია გაგვეტია იმისთვის, რომ ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, ჭარბტენიანი ტერიტორია და შესაბამისად ეს პირიქით გამოიწვევს ტურისტების მომრავლებას, ისე როგორც სანაპიროს ქვიშის მაგნიტური ანომალიის განხრით, გამოიწვევს მეტი დასაქმების ადგილის მოპოვებას და ასე შემდეგ და ეხლა მუნიციპალიტეტმა ამ წუთას მიმდინარეობს სოფელში ბათი არის აქა იქედან ამ კოლხეთის ეროვნულ პარკში ოფიციალური ტურისტული შესასვლელის გზის გაკეთება თავის ხიდით და ასე შემდეგ და თავის დამხმარე ნაგებობებით და ყველაფრით და იცით ვინ აფინანსებს? ვინ? გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. Deep State აფინანსებს პირდაპირ მოკლედ. Deep State აფინანსებს პირდაპირ. რა არის ეს Deep State ერთი ვერ გავიგე რა. მიყვარდეს ბძულდეს. მოდი მაინც მიუბრუნდეთ. აი ამ წარმატებული პროექტების შემდეგ თქვენ მაინც დაგიდგათ პრობლემა თანამშრომლობის და დღეს პრაქტიკულად გურიას სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე აღარ ყავს. ის ტრადიციული არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი, რომლებიც თვითმმართველობის ჩანასახის გაჩენიდან არსებობენ და დღემდე მოსულან პრაქტიკულად დახურულები ან დახურვის პირას არიან. რამ გამოიწვია ეს აი ამ ბოლო ცვლილებებმა, საკანონმდებლო ცვლილებებმა, იმ რიტორიკამ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მუდმივად ისმის ჩვენი მისამართით, ეს გახდა ადგილებზეც რეალური პრობლემა? ამან შეცვალა ადგილობრივი ხელისუფლებების დამოკიდებულება? მოკლედ იმას ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობა, რომელიც მიიღეს, ეს რუსული კანონი, მერე კიდე მეორე, მესამე და კიდე ეს არის პოლიტიკური ნება დღევანდელი ხელისუფლების. რადგან აქვს პოლიტიკური ნება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი ხელით მოკლას მესამე სექტორი. თუმცა რეგიონებში განსაკუთრებით უფრო ახლა თბილისში შეიძლება ისე აქტიურად არ ჩანდეს ეს ნეგატიური შედეგები, მაგრამ რეგიონებში ეს ნეგატიური შედეგი აუცილებლად დგება და უკვე დამდგარიც არის, ხო? იმიტომ რომ თქვენ ხართ ხიდი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის. თქვენი მეშვეობით ხორციელდებოდა იგივე მონაწილეობით ბიუჯეტირების პროგრამა, სოფლის მხარდაჭერის კი არა და საერთო კრებების ჩატარება, აი ამ სტრატეგიების წერა, ყველაფერი რეალურად თქვენი მხარდაჭერით, თქვენი მიერ მოზიდული დონორული დაფინანსებებით და თქვენი აქტიურობით კეთდებოდა. ნუ თუ ვერ ხვდება ადგილობრივი ხელისუფლება, რას კარგავს თქვენთან დაშორებით, თქვენი გაჩერებით, თქვენი სტიგმატიზაციით და რატომ არ იღებს ხმას, როგორ ფიქრობ? მას ხომ შეუძლია თქვას, რომ იცით რა, მეგობრებო, მესმის თქვენი, მაგრამ მე ეს ადამიანები, ეს ორგანიზაციები აქ მჭირდება, იმიტომ რომ ესენი არიან განვითარების ძალიან დიდი ხელშემწყობები ადგილზე. ერთ მაგალითს ვიტყვი. მიშას პერიოდამდე ჯერ კიდე შევარდნაძის დროს გავაკეთეთ ლანჩხუთში ერთი ფანჯრის პრინციპი. იმიტომ რომ რაღაც უცხოეთში ვიყავი წასული, ნახე იქ ძალიან მომეწონა, იქამდე გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და შესაბამისად ეს იყო 2001 წელი იყო, მგონი რომ გავაკეთეთ. და შესაბამისად იქედან მოყოლებული ყოველთვის ჰქონდა თანამშრომლობითი ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პირველი პირები იცვლებიან ხოლმე, მაგრამ ეს ურთიერთობა ჰქონდა თანაბრად ყველასთან. ეხლა ჩვენ ხო ორი სახის ვართ, ეგრეთ წოდებული ოჯდოგები და საპორტნიკები და ჩვენი ორგანიზაცია არის ნახმარი ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა და მხარს უჭერდა ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივ განვითარებას ზოგადად. ეს ურთიერთობა პიროვნული შენარჩუნებულია, მაგრამ როგორც წეგან თქვი, ადგილობრივი თვითმმართველობა არის რაიკომი, რომელიც ეროდება ცერგასგან ზარს.
და როგორც ცეკადან ეთყვიან, ისე იქცევა, სხვა გზა არ აქვს. ეს არის ძალიან ცუდი მომენტი, ძალიან ცუდი რაღაცა და არ ვიცი ამას რა ეშველება თუ პრინციპულად არ შეიცვალა მიდგომა ადგილობრივ თვითმმართველობის მიმართ. Ну, რა თქმა უნდა, მე გულისხმობ ცენტრალურ ხელისუფლების მხრივ. ხო. ამირან, თვითონ აი თვითმმართველობის ინსტიტუციურ საკითხზე რო გადავიდეთ, საკრებულოს როლი განსაკუთრებით ახლა არჩევნებია და ხელახლა უნდა ჩამოყალიბდეს და შენ შეგიძლია რომ აი წინა 4 წელიც მარტივად შეაფასო ისე როგორც მანამდელი პერიოდი, ხო? საკრებულოს როლი კოდექსი ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მას აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ მერი რეალურად აკონტროლოს. ასრულებს ამ ფუნქციას საკრებულო? 16 წელი ვიყავი საკრებულოს წევრი. 4 მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი და თავმჯდომარე ვიყავი კიდევ 2 წელი. შესაბამისად, საკრებულოს ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ადგილობრივ თვითმმართველობაში. აი, ბევრი ქვეყანაა დემოკრატიული ქვეყანა, საერთოდ მერი რო არ ხავთ. და city manager-ი ქვია მაგალითად ამერიკის რომელიღაც შტატში იმას city council-ი არის საკრებულო, city manager-ი არის, რომელსაც ნიშნავს საკრებულო როგორც აქ გამგებლები იყო ჩვენთან და ის ასრულებს საკრებულოს დავალებას თუ როგორ განახორციელოს აღმასრულებელი საქმე, ხო? აღსასრულებელი საქმე. შესაბამისად, საკრებულოს ფუნქცია არის ძალიან დიდი, თუმცა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უმრავლესობა საკრებულოსი არის ის ადამიანები, რომლებიც მოხვდნენ მმართველი პარტიის ეგიდით. და მეცაც გეტყვით, ამ საკრებულო წევრების დაახლოებით ნახევარზე მეტი ისე გაივლის 4 წელი, რომ სიტყვას არ ამბობს. უბრალოდ ხელისამწევება თავს ხელისუფლებას და ეხლა არა ყოველთვის ასე იყო. მხოლოდ ეხლა არა, უბრალოდ და შესაბამისად შეიძლება დიდი ეჭვმა აქვს, საკუთარი ფუნქციებიც კი არიციან იმისი, რომ ისინი ყველაზე უფრო ახლოს უნდა იყვნენ ხალხთან, ანგარიში უნდა ჩააბარონ მოსახლეობას თითოეულმა მათგანმა. გარდა ამისა, მათგან წამოსული მოსახლეობისგან წამოსული ინიციატივები და პრობლემების შესახებ ინფორმაცია ყველას ხდომაზე უნდა გააჟღეროს. ეს რამდენად ასია, ვიცით რომ არ არის ასე. ეს ხომ თემის თვითორგანიზების გასაძლიერებლადაც გამოგვადგებოდა საკუთარ უფლებებში უფრო უკეთ გარკვევისათვის და საბოლოო ჯამში მონაწილეობისთვის, რა ძალიან მნიშვნელოვანია და რითაც დავიწყეთ, რომ მონაწილეობა ადგილებზე პრაქტიკულად არ არსებობს. აი, მაგალითი მინდა გითხრა. ხო. რაჭკუთი არის ერთ-ერთი მაჟორიტარი, რომელიც წარმოადგენს 2 თემს. ესე იგი 1, 2, 3, 4, 5 სოფელია და 2 თემია რა. და ახლა რადგან გაადიდეს ეს მაჟორიტარული ტერიტორიები 2 თემს წარმოადგენს და გადაწყვიტა მან ვიღაცებთან ერთად გადაწყვიტა რომ ერთ-ერთ სოფელს მოაჭრას ნაწილი და მეორე სოფელს გადასცეს. როგორია? და რა თქმა უნდა მოგვიწია მაგას კანონმდებლობა რეგულირებს როგორ ხდება მაჟორიტარული შევკრიბეთ სოფელი ვისთვისაც უნდა ტერიტორიის მოჭრა და მეორეშიც გადაცემა თვითონ რა თქმა უნდა არ მოვიდა. მე შესაბამისად ავდექი და გამოვედით აქ მერიაში და წამოიყვანეს მოსახლეობის ნაწილი და ჩამოუთვალე იმ კანონმდებლობის მუხლები, რომლის საფუძველზე შეუძლებელია მოსახლეობის თანხმობის გარეშე და გაჩერდა. მაგრამ მახო ეს გადაწყვიტა. ხო. ეს მომენტი იყო და თვითონ გადაწყვიტა. ამიტომაც აი ეს კონფლიქტები მერე ყველასთან კონფლიქტშია სინამდვილეში, ხო? განსაკუთრებით აი ხელისუფლების და საზოგადოების ეს კონფლიქტები სინამდვილეში მოდის სწორედ აი ამ გაუცხოებით იმით, რომ ერთმანეთთან არ მიდიან. მოსახლეობა არ მიდის, იმიტომ რომ იმედი არ აქვს და თვითმმართველობის წარმომადგენლები არ მიდიან, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ რაღაცა ისეთი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოუწიოთ, რაც მათ ინტერესში არ არის. და ამიტომ ეს გაუცხოება უფრო და უფრო იზრდება და პრობლემური ხდება შემდეგ ჩვენი მუშაობაც, პრობლემური ხდება განვითარება, რაც მთავარია. მოდი მე დავიწყებ ჩვენი
ერთ-ერთი პროექტი იყო და ამ პროექტის ფარგლებში გაუკეთეთ ელექტრონული კენჭისყრა მონაწილეობითი ბიუჯეტირების მუნიციპალიტეტს. ეს ნიშნავდა იმას, რომ მოსახლეობა შეეძლო წარედგინა 50000-ის ფარგლებში რაიმე პროექტი და შესაბამისად ამ პროექტის შემდგომ რამდენიმე პროექტი როცა იქნებოდა წარდგენილი, ხდებოდა დღესაც ხდება ელექტრონული კენჭისყრა და ამ ელექტრონული კენჭისყრაში გამარჯვებული პროექტი დაფინანსებული იყო უნდა. რაღაც პერიოდი ეს თავიდან მუშაობდა და მე აღმოჩნდა, რომ სულ ორი პროექტი შევიდა მონაწილეობითი ბიუჯეტირებაზე და ორივე პროექტი დაფინანსდა, იმიტომ რომ არც ერთი არ აჭარბებდა 50000 ლარს და ორის დაფინანსების თანხა იყო გამოყოფილი. რატო ორი? იმიტომ რომ მოსახლეობამ არ იცის და არ თანამშრომლობენ, მას შეუძლია ამის გაკეთება და თვითონ წარადგენს რაც უნდათ ისა. ამირან, რა გამოსავალს ხედავ? ძალიან რთულია ადგილებზე ადამიანები ცხოვრობენ, იქ უნდა იცხოვრონ, იქ უნდა განვითარდნენ, იქ უნდა მიიღონ სერვისები. მათ შესაძლებლობა უნდა კონდეთ. რა გამოსავალს ხედავ ამ პირობებში? გამოსავალი თვითმმართველობის გადასარჩენად და მოსახლეობის მონაწილეობის გასაზრდელად და ადგილობრივი განვითარებისთვის არის ადგილზე არ მოიძებნება. აბსოლუტურად ცენტრალიზებულ სისტემაში მე რთულად წარმომიდგენია რაიმე შეცვლა. რა თქმა უნდა, არ არის ეს ცენტრალიზებული, ეს სისტემა არ არის დეცენტრალიზებული და როგორც რამდენჯერმე თქვი უკვე ცეკას ზარს ელოდებიან და ახლა ცეკას და ზარი სანამ იქნება, არაფერი არ შეიძლება აი ამ საქმეს ადგილობრივ თვითმმართველობაზე. გასაგებია, მადლობა ამირან. მადლობა რომ ერთად ვიყავით. მომდევნო შეხვედრა.